ქუთაისი და თეატრი. ეს ორი ცნება ერთმანეთში ისეა გადაჯაჭვული, რომ შეუძლებელია წარმოედგინო ერთი მეორეს გარეშე. აქ რიონისპირა ქალაქში, სადაც ჰაერიცკი პოეზიითაა და არტისტიზმითაა გაჟღენთილი, 160 წელზე მეტია სიცოცხლე სცენაზე დუხს. ისევ აქ დათქვამერ და სათხარ იქნებდა გამართავ მოგეკავ სამართალს დაუკლავად განსაკიდებ ჩანთას ვეშებ მართალს სალამსაც ამართავ დაუდნებ საფერს იცანებ მართლებს მეტარას გაძლებ არაფერს გაძლებს თემები პეცმანდეს სტადია ქართოს ფიგური შენდობის პედიცა ყველაფერი 1871 წლის 3 მარტს დაიწყო. მაშინ როცა გიორგი გოღობერიძის ინიციატივით ქუთაისელმა მაყურებელმა პირველად იხილა გიორგი ერისთავის უკვდავი კომედია გაყრა. ეს არ იყო უბრალოდ წარმოდგენა. ეს იყო განაცხადი, რომ ქალაქს საკუთარი სათეატრო სივრცე სჭირდებოდა. ერთი წლის შემდეგ თავად აკაკი წერეთლის თაოსნობით სცენაზე მზის დაბნელება საქართველოში გაცოცხლდა. ამის შემდეგ თეატრმა რთული და გრძელი გზა გაიარა. 1875 წელი იქნება სცენის მოყვარეთა მუდმივი წრე. 1885 წელი დიდმა კოტე მესხმა საფუძველი ჩაუყარა პირველ პროფესიულ დასს. მესხიშვილის თეატრის ისტორია მის კედლებშიც იკითხება. თავდაპირველად წარმოდგენები საზოგადო საკრებულოს შენობაში იმართებოდა. საინტერესოა, რომ თეატრს წვიმიანი მოგონებებიც ახსოვს. 1899 წელს გახსნილ შენობას სახურავი არ ქონდა და მაყურებელი სპექტაკლს ქოლგებით უყურებდა. თუმცა ხელოვნებისადმი სიყვარული ყველაფერს ძლევდა. დღევანდელი გრანდიოზული შენობა, რომელიც მიხეილ შავიშვილის პროექტით აიგო, 1955 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა სპექტაკლით ტარიელ გოლუა. მესხიშვილის თეატრი ყოველთვის იყო ტალანტების სამჭედლო. აქ შედგა ვასო აბაშიძის, შალვა დადიანისა და თავად კოტე მარჯანიშვილის ისტორიული დებიუტი. 1928 წელს სწორედ ქუთაისში ჩაიყარა საფუძველი მარჯანიშვილისეულ რეფორმებს. სცენაზე ბრწყინავდნენ ლეგენდები: ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, უშანგი ჩხეიძე, იპოლიტე ხვიჩია და სხვები. თეატრის აფიშებს კი მსოფლიო დონის მხატვრები აფორმებდნენ: პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და დავით გაგაბაძე. მუსიკას სპექტაკლებისთვის ქმნდნენ ისეთი გენიოსები, როგორიც გია ყანჩელი და რევაზ ლაღიძე იყვნენ. 1939 წლიდან თეატრი ამაყად ატარებს ლადო მესხიშვილის სახელს. მესხიშვილის თეატრი არ არის მხოლოდ შენობა, ეს არის ქალაქის გულისცემა, სადაც ყოველი ფარდის აწევა ახალი პერსპექტივისა და დიდი ხელოვნების დასაწყისია.